რუსთაველზე გუშინ გამართულ აქციას და აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ოპოზიციის წევრების კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ახალი არაფერი გაუგიათ. სოციალურ ქსელში წერს პეტრე ცისკარიშვილიც, სადაც ვკითხულობთ. არც არჩევნებია გამოსავალი და არც ბოიკოტი. მეხუთე პრეზიდენტია თუ სათითურებიანი შულერი. ცისკარიშვილი გამოეხმაურა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ პასუხი ყველაფერზე არის ერთიანობა და გამარჯვება ამ რეჟიმზე. არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. გირჩის წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილი ამ გამოსვლებთან დაკავშირებით ინტერესდება თუ როდის მიხვდება 4-5-9-25 ამომრჩეველი, რომ ბრძოლის ნაცვლად იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას. რაქვიაშვილმა აღნიშნული პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღი გრძელობები. საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ მკაფიობა და ჭირდებათ სიცხადე. მე ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილის სათქმელი უნდა ეთქვა მკაფიოდ და უნდა ეთქვა ცხადად საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რეალურად კი სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი, დანიშნავს ბიძინა ივანიშვილის თამაში წესებით თამაშს. აუცილებელი ერთიანობა საქართველოს. და იმიტომაც ალბათ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას და არ მიიღებს მონაწილეობას იმ წრუ არჩევნებში, რაც უნდა ჩატარდეს. ლელოს არ აქვს ნამდვილად ჯერ განცხადებული და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. მე ვიზიარებ აბსოლუტურად სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაღაცა გზა, რაღაცა სამოქმედო გეგმა ერთიანი და როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ გამოიკვეთოს რა ბრძოლის გზაზე აპირებს, რომ დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა. ჩვენი პარტია ყოველთვის იქნება შორს რაიმე რევოლუციურ რადიკალურ სცენარებთან და სცენარებისგან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი ტიპის რევოლუციური რადიკალური სცენარები ემსახურება მხოლოდ მტრის ინტერესს. ჩვენ პირველი დღიდან ღიად ვამბობთ, რომ არჩევნებში იღებს ჩვენი პარტია მონაწილეობას და როდესაც ერთიანობაზეა საუბარი, ჩვენს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი, ნეიტრალური, არაპარტიულ კანდიდატებზე მოხდეს შეთანხმება ქალაქების მერობის კანდიდატებზე. გუშინდელი აქციას ვნახეთ ჩვენ, მაქსიმუმ 2000 ადამიანი გასული რუსთაველის გამზირზე, არადა ჩართული მთელი სამხამდენი პოლიტიკური ძალა, იქ საზღვარგარეთიდან შესაბამის პატრონები თავისი მაშველი რგოლებით, რომელსაც მუდმივად ცდილობენ მიაწოდონ ამ რადიკალებს, deep state-ი თავისი რესურსებით, ევროკავშირის ფონდები, რომელიც აფინანსებენ ამ ყველაფერს და აი ამ მაქსიმუმს ვერ გაცდენ. ეს არის მანიშნებელი იმის, რომ არანაირი ერთობა არ არის და ვერც იქნება ამ რადიკალებს შორის, იმიტომ რომ თუ რამე აერთიანებს, საკუთარი ქვეყნის სიძულველი აერთიანებს, მეტი არაფერი და როდესაც უკვე ამბიციებს ეხება, ყველას თავის გამოკვეთილი ამბიციები აქვს და ვერც ფერი ვერ გააერთიანებთ მათ. ნაკარნახევი პოლიტიკა, ნაკარნახევი სცენარი სხვა არის. სალომე ზურაბიშვილი იმეორებს და ვერ აკეთებს. ნაცმოძრაობა იცის, რომ ვერ გააკეთებს და ამიტომ არ იმეორებს. და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უკეთესი მარიონეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი მათი ხელმძღვანელები საზღვარგარეთიდან გადაწყვეტენ აი ამ თანხების დისტრიბუციას პარტიებს შორის. ეს არ არის დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილის ფრთას შორის. ეს არის ზოგადად დაპირისპირება იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ როგორმე თავის პატრონები დააწმუნონ ეფექტურობა, საკუთარ ეფექტურობაში. ყველა ვხედავთ, რომ ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს ოპოზიციის წარმომადგენლები, არის შიდა დაპირისპირება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია. მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის ორი პარტია, რომელსაც სურს მონაწილეობა, ორი პარტია, რომელსაც არ სურს მონაწილეობა. ეს გახლეჩოთ ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბლოჯამში ყველა ერთია. მაგრამ არის პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები, რაც მეტი იქნება ასეთი გახერხილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.